ეთერში ახალი 12 სტუდიაში თინა ბეგიაშვილი იწყებს მუშაობას. გამარჯობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 4-ვე ბრალდებული აღიარებს ქურდული სამყაროს წევრობას. ისინი მოქალაქეებისგან ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებში დაშინებისა და მუქარის გზით გარკვეულ თანხებს ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2013 წლის 11 აპრილს დანაშაულის ჩადენაში მხილებულ და დაკავებულ იქნენ წასვლაში მძიმე დანაშაულისათვის მასამართლებელი 4 პიროვნება. ხსენებული პირები ქურდული წესების შესაბამისად ქურდული გარჩევის გზით ახორციელებდნენ მოქალაქისაგან თანხის გამოძალვას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგისიანთან, პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარგისიანთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი პერსპექტივები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უფრო მეტად განავითარებენ თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კულტურის სფეროები. ვილაპარაკე ძალიან ბევრ თემაზე, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აწუხებს და გარდა ამისა, რასაკვირველია მრავალმხრივ ფორმატებზეც. განსაკუთრებით კი იმის თაობაზე, თუ რა პროგრესია აქვს სომხეთს, რა прогрессия აქვს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების კუთხით. გარდა ამისა, შევეხეთ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებსაც. საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან ძალიან კარგი მოლაპარაკება შედგა. ჩვენი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ამ მოლაპარაკებებში ჩვენ დავაფიქსირდეთ პროგრესი იმ საკითხებისა, რომლებსაც განვიხილავთ. აუნიშნეთ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის პრობლემა არ არის. სწორედ ურთიერთობის გაღრმავებისკენ არის მიმართული ორი საგარეო საქმეთა მინისტრის ძალისხმევა. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც სუდის სამეზობლო ყავს. ეს განცხადება გადაცემა ღია ეთერში ამერიკელმა პოლიტოლოგმა პოლ გობლიმ გააკეთა. გობლი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მისივე თქმით, ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა, არის ის, რომ მან ვერ განსაზღვრა, რამდენად შეიცვალა მსოფლიო 1991 წლის შემდეგ. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძირითადი შეცდომა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუშვა, ის იყო, რომ მან ვერ გაითვალისწინა, თუ რამდენად შეიცვალა მსოფლიო 1991 წლის შემდეგ და ეგონა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერდა საქართველოს ისე, როგორც მან დასავლეთ გერმანიას დაუჭირა. ქვეყანამ, რომელიც ისეთი დიდი სახელმწიფოს მეზობელია, როგორც რუსეთის ფედერაცია, რაღაც გამოსავალი უნდა გამონახოს. ეს არნიშნავს, რომ ურთიერთობები ყოველთვის თბილი და სასიამოვნო იქნება, მაგრამ შეცდომაა ფიქრი, რომ საქართველო მოიგებს რუსეთთან მუდმივი დაპირისპირებით. 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის სატელიტად უნდა იქცეს. მნიშვნელოვანია სწორი ბალანსი და დასავლეთთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ასეთია ყველა პატარა ქვეყნის ბედი, რომელსაც მეზობლად ასეთი დიდი ქვეყანა ჰყავს. საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმას ყოფილ პრემიერს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა თავის გულის ტკივილი ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ მისი სახით ერთგული მეგობარი და საერთაშორისო არენაზე ძლიერი მხარდამჭერი დაკარგა. თავის მხრივ იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროინტეგრაციულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესისადმი სრული მხარდაჭერა. თქვენი ძმის დაღუპვა დიდი დანაკარგი იყო არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ჩემი ქვეყნისთვისაც. ეს იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი რისკის ფასად სიმამაცე გამოიჩინა ჩემი ხალხის მხარდასაჭერად. ის, რომ დღეს საქართველო კვლავ არსებობს, არა მხოლოდ ქართველთა გმირობისა და საერთაშორისო გაერთიანების მხარდაჭერის, არამედ მისი დამსახურებაცაა, რომ თბილისში თქვენი ძმის თვითმფრინავის დაეშვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა არ მისცეს საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება და იყო მისი ჩამოგდების საფრთხე.
ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში მთავრობის კანცელარიაში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში თომას მელია, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების უწყვეტ მხარდაჭერას სამუშაო ჯგუფმა, ასევე 2013 წლის აპრილის შუალედური, ოქტომბრის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში ქვეყანაში კონკრეტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული გეგმები მიმოიხილა. დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის მუშაობისას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მათ შორის უმრავლესობის და უმცირესობის, ასევე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ხაზი გაესვა ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების უწყვეტ მხარდაჭერას. სამუშაო ჯგუფის მიერ აღინიშნა, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა წარმოადგენს პოზიტიურ განვითარებას, რაც ადასტურებს საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნისკენ, რომელიც ქვეყანაში ფართო კონსენსუსით სარგებლობს. დუშეთის რაიონის სოფელ ჩინჩი მცხოვრები 85 წლის უსინათლო ეთერ მანგოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს. როგორც მისი მეზობლები აცხადებენ, სოციალური მომსახურების სააგენტომ მოხუც 2010 წელს დახმარება იმ მიზეზით მოუხსნა, რომ ის საცხოვრებლად დროებით ნათესავმა შეიფარა და სოციალურმა აგენტმა მისი სახლის ხელმეორედ შემოწმების მაგიერ ნათესავის სახლი აღწერა. მარტოხელა მოხუცის ნათესავები აღნიშნავენ, რომ მათ ეთერ მანგოშვილი იმ მიზეზით შეიფარეს, რომ მოხუცის საცხოვრებელის სახლის სტიქიურმა მოვლენებმა დააზიანა და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში იყო. დუშეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. გამგებელი კი აცხადებს, რომ მარტოხელა მოხუც დაზიანებული სახლის აღდგენაში დაეხმარება. შევარდა ხარი ეთქვა. რას ჩემთან გადმოუყვანე, მოუხსნეს სოციალური დახმარება და ეს ქალი მე დამაწერეს. მე არა მაქვს ჩემი პენსიის მოხმარების უფლება. ჩემი ამისი პენსია სჭირდება პამპერსებს. დღეში 3 ცალი მაინც უნდა სრულად სჭირდება პამპერსებს და ჰიგიენა უნდა, კვება უნდა, წამალი უნდა. ჩემი პენსიაც ამას უნდა, ფაქტიურად. აი დაანგრეული ჯერ სტიქისგან დაინგრა. აი იმ დროს მიუმართეთ რაიონსაც გამგებელს უყოლეს, მაგრამ არავინ არაფერი არ გაითვალისწინა აბსოლუტურად. გავგზავნეთ შესაბამისი სამსახური ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტები, რომლებმაც გააკეთეს იქ სპეციალური პროგრამა ამ ოჯახისთვის. მოვაწოდეთ, სწავლობთ ჩვენ ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად და მაქსიმალურად ჩვენ ვეცდებით, რომ აღმოუჩინოთ დახმარებას შესაძლებლობის ფარგლებში. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ფინეთიდან სამშობლოში გუშინ საღამოს დაბრუნდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლი დახვდა. აეროპორტიდან ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდა. ტაძარი მოილოცა და იქ შეკრებილი მრევლი დალოცა. ჩვენ ვიყავით ფინეთში, იქ ვილოცეთ, შევხვდით ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს და ჩვენ ქართველ ხალხს. თქვენი ლოცვებით და ღვთის დიდი წყალობით მშვიდობით დაუბრუნდით სახლში. ჩემი უცხოეთში წასვლა არ შეიძლება ასეთი დიდი ხნით. ძალიან მომენატრეთ. ხელი საქართველოს ველოდებოდა უწმინდესის ჩამომძანებას. დღეს აქ ორი პიროვნება ჩამომძანდა. ჩვენ ვნახეთ ორივე მათგანის შემოსვლა საქართველოში და ვნახეთ თუ როგორ შეხვდნენ ერთს და ვნახეთ ისიც თუ როგორ შეხვდნენ მეორეს. უდიდესი ბედნიერება არის, რომ მშვიდობით, კარგად, კეთილად დაგვიბრუნდა ჩვენი პატრიარქი. როგორც პატრიარქი ბრძანებს, ჩვენ მართლა არ შეგვიძლია უმისოთ და მას არ შეუძლია უჩვენოთ. ამის ნიშანი იყო ზუსტად ის, რომ ესეთი მთელი დღის გადაღლილი მობრძანდა სამებაში და მაინც მოგვინახულა და დაგულოცა მთელი ერი.
საქველმოქმედო კონცერტი 2 წლის ზუკა მაკარიძის გადასარჩენად აქცია კონცერტში, რომელიც ფონდ იმედის ხელის ორგანიზებით ჩატარდა მონაწილეობა სხვა მომღერლებთან ერთად. დავით არჩვაძემ, მამუკა ჩარკვიანმა, ელენე ფოჩხუამ, სოფო ბედიამ და ანსამბლ ფორტემ მიიღეს. რეზო გეთიაშვილმა, გიორგი არაბულმა და სხვა პოეტებმა კი ლექსები წაიკითხეს. აქციიდან შემოსული თანხა ზუკას მკურნალობას მოხმარდება. ბავშვი სარკომის დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუსვეს. იგი ამჟამად ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, თუმცა ოჯახს მკურნალობის გაგრძელებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია. ზუკა მაკარიძის დახმარება სპეციალურ ნომერზე დარებითაც არის შესაძლებელი. მეგუთმის რის მაქნისია ეს ჩემი თავი ვეხმარებით პატარა ზუკას რომელიც ისრაელში იმყოფება და ჭირდება ოჯახს აღარ აქვს მეტი სახსარი და ჩვენ დღევანდელი საღამო და გიორგის ინიციატივით მინდა რომ დავეხმაროთ ამ პატარა ყველა ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ზოგადად ჯანმრთელობა და ესეთი პატარა ბავშვის და მე ძალიან დიდი გულით ვუდგამარ ამ ადამიანებს და ყოველთვის ვიღებ ესეთ განსაკუთრებულ დღევანდელი კონცერტი ავარიალზე გადაწყვია შედგა იმიტომ რომ არის შემოსული თანხა კონკრეტულად დიდი გულისხმობა მინდა გადაუხადო ბიზნესმენ ბატონ ვიჩავ მაკაცარიას რომელმაც 5000 ლარი შესწირა პატარა ზუკას და უგულისხმობა თითოეულ ადამიანს მისაღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მანდატურის სამსახური გარემოს დაცვის სამინისტროს აქციას უერთდება. დარგეშენი მომავალი აქციის ფარგლებში მანდატორებმა და მოსწავლეებმა თბილისის 102 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაამწვანეს. სკოლის ტერიტორიაზე წაბლისა და ჭალის მუხის 100-მდე ნერგი დაირგო. მანდატურის სამსახურის უფროსის ლევან აბაშიძის განცხადებით, ნერგების მოვლაზე მანდატორები და მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად იზრუნებენ. ჩვენი მანდატორები დღეს მიიღებენ მონაწილეობას ხეების დარგვაში და მომავალში ისინი მოსწავლეებთან ერთად, რა თქმა უნდა, გააკონტროლებენ, ესე ვიტყოდი, და მიხედავენ ამ დარგულ ნერგებს, თუ გაიხაროს ამ ნერგებმა და ჩვენც რაღაცა წყვილს შევიტანთ ჩვენი ქალაქის სარეკრეაციო ზონების შექმნაში. დღეს ჩვენი სკოლის ტერიტორიაზე დარგეთ ნერგები, ძალიან მიხარია რომ ეს აქცია ჩატარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებისთვის და სანამ ჩვენ ამ სკოლაში სწავლობთ, მოვლით და მოვწყავთ ნერგებს.